მზის სისტემა უცნაურია, განსაკუთრებით კი გაზის გიგანტი პლანეტების რეგიონი. იქ ყველაფერი იდუმალი და უცხოა. ნისლის და აირის სქელი ფენები, ძლიერი გრავიტაცია, კიდევ უფრო ძლიერი მაგნიტური ველი, მოკლედ სრული ქაოსი, ან იქნებ პირიქით, კომპლექსური ორგანიზებული ქაოსი. ეს ტიტანია, მთვარე, რომელიც პლანეტა მერკურზე დიდია და რომელიც სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრია. ეს არის მთვარე, რომელიც უკვე 10 წლეულებია იპყრობს მეცნიერების ყურადღებას და მათ ფანტაზიას უამრავი იდეებით კვებავს. ამ სქელი ღრუბლების მიღმა აღმოჩენილია ოკეანეები, ზღვები, მდინარეები, რომლებიც გაყინულ ზედაპირზე მიედინებიან. ტიტანი მზის სისტემაში ერთადერთი ადგილია დედამიწის შემდეგ, სადაც სითხე თხევად მდგომარეობაში არსებობს. ლოგიკას რომ მივყვეთ, დედამიწაზე სიცოცხლე წყალში უფრო მრავალფეროვანი და რიცხობრივია ვიდრე ხმელეთზე. მეტიც ოკეანის ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია და მის სიღრმეებში მცხოვრებ ბევრ ბინადარს ჯერ არც კი ვიცნობთ. შეიძლება თუ არა რომ ტიტანის ზღვებსა და ტბებში სიცოცხლის ბუდე არსებობდეს და თუ ასეა, როგორი შეიძლება იყოს ის? სანამ ტიტანის უცხო პლანეტურ გარემოს ვესტუმრებით, მინდა გთხოვოთ რომ არხი გამოიწეროთ და თუ ჩემი კონტენტი მოგწონთ, ვიდეოც დაალაიქეთ. წინასწარ დიდი მადლობა. ტიტანი ნამდვილად იდუმალი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ მის სიახლოვეს 4 სხვადასხვა ხომალდმა გადაიფრინა 4 სხვადასხვა მისიის ფარგლებში, ის ჯერ კიდევ მაინც ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. მაგალითად, საერთოდ საიდან წარმოიშვა მისი სქელი ატმოსფერო, როგორ ჩამოყალიბდა მისი ტბები და ზღვები და აქვს თუ არა მას სიცოცხლის პოტენციალი. მოკლედ, თავიდან სულ პირველად არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ტიტანზე შესაძლოა თხევადი ტბები ყოფილიყო. შემდეგ 1980-იან წლებში, როცა ლეგენდარულმა ვოიაჟერის ზონდებმა ამ უცნაურ მთვარეს გადაუფრინეს და მონაცემები გადმოგვიგზავნეს, მეცნიერები სერიოზულად დაეჭვდნენ და უკვე ამბობდნენ, რომ შესაძლოა ტიტანზე თხევადი ოკეანეები არსებობს. თუმცა 2006 წელს ყველაფერი შეიცვალა. კასინის მისიამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ტიტანზე თხევადი ოკეანეები არსებობს და არა მარტო ოკეანეები. დედამიწის ოკეანეებისგან განსხვავებით, რომლებიც წყლისგან შედგება, აღმოჩნდა, რომ ტიტანზე ტბები და ზღვები თხევადი მეთანის და ეთანისგან შედგება. ეს ტბები და ზღვები, რომლებიც ამ დრამატულ რადარულ სურათებში ჩანს, ძირითადად ტიტანის პოლარულ რეგიონებში არის თავმოყრილი. მათი ზომები შეგვიძლია დედამიწის ტბების სიდიდეს და სიღრმეს შევადაროთ. ზოგან უკვე დაადგინეს სიღრმეც, რომელიც 200 მეტრზე ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით მათი წარმოქმნის ისტორია, შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ატმოსფეროში მეთანის და აზოტის დაშლის შედეგად ზედაპირზე თხევადი ტბები და ზღვები შეიქმნა. დროთა განმავლობაში ეს ნაერთები ღრუბლად კონდენსირდება და ზედაპირზე წვიმის ან შესაძლოა თოვლის სახითაც კი ეცემა. დედამიწაზე ძირითადად თავად სიცოცხლე აახლებს მეთანის მარაგს. ჩვენს ატმოსფეროში მეთანი მრავალი ორგანიზმის მეტაბოლიზმის თანმდევი პროდუქტია და ის მოდის უმარტივესი ბიოლოგიური წყაროებიდან, როგორიცაა ტორფის ჭაობები ან მაგალითად ბრინჯის მინდვრებიდანაც. ეხლა კი ვინმე დამისახელეთ ერთი მიზეზი მაინც, რის გამოც ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე მეთანი ტიტანზე შეიძლება სიცოცხლის არსებობის ნიშანი იყოს. აშკარაა, რომ დედამიწაზე ასეა. იქნებ ტიტანზეც იგივე რამ ხდება. ამ კითხვას მეცნიერები ხშირად სვამენ და ჯერჯერობით პასუხების ძიებაში არიან. ერთი რამ ცხადია, თუ ტიტანზე სიცოცხლე არსებობს, ის დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს არ უნდა გავდეს. ძალიან საინტერესოა, რომ თხევადი წყლის არსებობა ნიშნავს, რომ სიცოცხლე, როგორც ჩვენ ვიცით, დიდი ალბათობით არა ზედაპირზე, არამედ თხევადი ოკეანეების და ტბების სიღრმეში უნდა არსებობდეს. ტიტანზე ტბების არსებობამ არ დაგაბნიოთ, რომ იქ თითქოს სითბოა. აქ უკიდურესად ცივა, საშუალოდ -180 გრადუსი ცელსიუსია და ეს ტემპერატურა პირობებს მკაცრს და უკიდურესად რთულს ხდის. მით უმეტეს სიცოცხლისთვის. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეს გაუჭირდებოდა გზის პოვნა ტიტანზე აყვავებისთვის. დედამიწაზე სიცოცხლე ყინვაშიც, უდაბნოშიც, მზის სხივების არ მქონე ადგილებშიც და ვულკანების სიახლოვესაც კი ყვავობს.
ასევე მაგალითად დედამიწაზე ზოგიერთი ორგანიზმი მოიხმარს და პირდაპირ გადარჩენისთვის იყენებს ნახშირ წყალბადს. ტიტანის ტბებიც ძირითადად თხევადი მეთანისგან შედგება და ეთანისგან, რომლებიც ნახშირ წყალბადები არიან. ზოგადად, როცა ნებისმიერ არამიწიერ სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, უნდა დავივიწყოთ დედამიწაზე არსებული სიცოცხლე. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ სხვა ადგილზე არსებული არამიწიერი სიცოცხლე იქნება ეს მთვარე თუ რომელიმე შორს მყოფი პლანეტა, იქონიებს სრულიად განსხვავებულ ბიოქიმიას, ანუ წყალზე არ იქნებიან დამოკიდებულები. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ მათი უჯრედული სტრუქტურაც არ იქნება ჩვენნაირი. დედამიწის ნებისმიერი უჯრედი, რომ ტიტანის ტბებში ჩავარდეს, იქ წამსაც ვერ გაჩერდება. წარმოუდგენელია, რომ მეცნიერებმა ტიტანზე აკრილონიტრილის მოლეკულების არსებობის პირდაპირი მტკიცებულება აღმოაჩინეს და თანაც საკმარისი რაოდენობით, რათა თეორიულად მილიონობით ერთუჯრედიანი სიცოცხლის ფორმა იყოს უზრუნველყოფილი. ამგვარად შესაძლებელია, რომ მიკროორგანიზმებმა შეძლონ ამ უცნაურ მთვარეზე რთული ეკოსისტემის საფუძველი შექმნან, რომელიც შემდგომ უფრო დიდ ორგანიზმად განვითარდეს. თუმცა რაც არ უნდა საინტერესო იყოს, ეს იდეები ჯერჯერობით თეორიებია. ჩვენ ამ მომენტისთვის არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა სახის სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს ტიტანზე, ან თუ საერთოდ არსებობს ის. ისტორიაში ერთადერთი ზონდი, რომელიც დაეშვა მის ზედაპირზე, იყო ჰიუგენსის ზონდი 2005 წელს, რომელიც შევიდა ტიტანის ატმოსფეროში და გახდა პირველი ზონდი, რომელიც დაეშვა გარე მზის სისტემაში არსებულ მთვარეზე. მისი დაშვება 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა და სასწაულებრივად გადარჩენილი ზონდი ზედაპირიდან სრულიად გამაოგნებელ მონაცემებს და სურათებს აგზავნიდა. შემდეგ კი თითქმის 70 წუთის შემდეგ კონტაქტი გაწყდა. ამ სურათების განხილვით რთულია წარმოიდგინო, რომ იქ სიცოცხლეა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანის ზედაპირზე უცნაური სიცოცხლის ფორმების არსებობის იდეა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მის ატმოსფეროში მეთანი სავარაუდოდ გაზის გამოყოფის შედეგია. კოსმოსური ხომალდი კასინის და ჰიუგენსის ზონდის დაკვირვებები და გაზომვები მიუთითებს, რომ ტიტანს შესაძლოა ჰქონდეს თხევადი წყლის მიწისქვეშა ოკეანე, მთვარის ყინულოვანი ქერქის სიღრმეში, ანუ მეთანის ტბების ქვეშ კიდევ წყლის ოკეანეები. ისეთი, როგორიც მაგალითად მთვარე ევროპაზეა. თუ ტიტანის ქერქის ქვეშ მართლაც არის წყლის უზარმაზარი მასა, შესაძლებელია, რომ მასში სიცოცხლე არსებობდეს. წყალი სიცოცხლის ძირითადი ინგრედიენტია, როგორც ჩვენ ვიცით, და ოკეანე შეიძლება უზრუნველყოფდეს ჰაბიტატს ტიტანის გარემოს უნიკალურ პირობებთან ადაპტირებული სიცოცხლის ფორმებისთვის. ეხლა კი ჩვენი ვარაუდით და ჩვენი ფანტაზიით წარმოვიდგინოთ ტიტანზე, რომ სიცოცხლე არსებობდეს. როგორი იქნებოდა ის? მაგალითად, მეთანის გველთევზები. წარმოიდგინეთ გველის მსგავსი არსებები, რომლებიც ცურავენ მეთანის ზღვებში. მათ სხეული დაფარული აქვთ სქელი, ფოროვანი ბიოპლასტით, რომელიც თბება ულტრაიისფერით და წარმოქმნის ენერგიას ფოტოქიმიური რეაქციით. ან მაგალითად, მიწისქვეშა გიგანტი მუხლხოები. ტიტანის ყინულოვანი ქერქის ქვეშ შეიძლება არსებობდეს თხევადი წყლის გუბურები, როგორც ენცელადზეა ნანახი, სადაც მიკროანაერობული სიცოცხლე ვითარდება. ეს გიგანტი მუხლხოები იკვებებიან მინერალებით და მიკრობებით. ისინი შიშვლები არიან, მაგრამ სქელი, ჟელესებრი გარსით დაცულები, დაბალი ტემპერატურისგან. ისინი, რა თქმა უნდა, ბნელეთში ცხოვრობენ, მაგრამ გრძნობიარეები არიან ვიბრაციებზე და ქიმიურ ცვლაზე. ან მაგალითად, ამორფული ზღვის მეკობოტები. ეს უკვე ფანტასტიკურ სფეროში გადაგვიყვანს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ სიცოცხლე აქ სრულიად უცხო კანონებს ემორჩილება. შეიძლება არსებობდეს ნახევრად ორგანული და ნახევრად კრისტალური არსებებიც, რომლებიც ქიმიურ ტალღებს იყენებენ ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ზღვების ფსკერზე სიჩუმეში ბინადრობენ. და ბოლოს ჩემი ფავორიტი, ტბისპირა ქსელური სოკოები. ტიტანის თხევადი მეთანისა და ეთანის ტბების ფსკერზე არსებობს უზარმაზარი სტრუქტურებისგან შემდგარი სოკოსმაგვარი სიცოცხლის ფორმა. ისინი მიკროსკოპული ფრთის მაგვარი სტრუქტურებით იწოვენ ქიმიურ ელემენტებს, წარმოქმნიან და აწვდიან ენერგიას სხვა
მიწისქვეშა გიგანტურ ორგანიზმებს ბიოქსელით. ისინი შეიძლება ტიტანური ეკოსისტემის ფარული არქიტექტორები იყვნენ. აკონტროლებენ რესურსების გადანაწილებას, ინარჩუნებენ ქიმიურ ბალანსს და შესაძლოა ერთმანეთთან კომუნიკაციასაც აწარმოებენ ნელი ქიმიური სიგნალებით. სავარაუდო თვისებები, მაგალითად, ენერგიის წყარო შეიძლება იყოს ქემოსინთეზი ან ტბის ქიმიურ გრადიენტებზე რეაგირება. ქიმიური ინფორმაციის გადაცემა სხვა არსებებთან, ტიტანის ერთგვარი ბიოლოგიური ინტერნეტი. ან შესაძლოა მათ აქვთ კოლექტიური ინტელექტის ნიშნები, გადაწყვეტილების მიღება რესურსების გადანაწილებაზე. ეს სია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ, თუმცა ჯობს ახალ აღმოჩენებს დაველოდოთ, რომლებიც იქნებ ერთ-ერთ მათგანს მართლა აღმოაჩენს ტიტანზე. ამ მომენტისთვის ტიტანზე დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამომავლო მისია NASA-ს Dragonfly მისია არის, რომელიც გაგზავნის Rotorcraft სადესანტო ხომალდს, რათა შეისწავლოს დაფარული მთვარის ზედაპირი. Dragonfly-ს გაშვება ოფიციალურად 2028 წელს არის ჩანიშნული და ტიტანზე 2034 წელს ჩააღწევს. გახსოვთ მარსზე პატარა მფრინავი ზონდი რომ ააფრინეს. აი დაახლოებით ზუსტად იგივე ტიპის ზონდი იქნება Dragonfly. და ზედაპირზე მრავალ ადგილას გაფრინდება, მათ შორის დიუნებში, კრატერებსა და ეკვატორულ რეგიონებში, სადაც ის შეისწავლის თხევადი წყლის პოტენციალს და სიცოცხლისთვის სასურველ ქიმიურ პირობებს. მზის სისტემის ღრმად შესწავლისას დროდადრო ხვდებით, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. განსაკუთრებით ამ შორეულ მთვარეებზე, რომლებიც სულ უფრო გვაკვირვებენ უცნაური სურპრიზებით. ტიტანი კი მომხიბვლელ დანიშნულების ადგილად რჩება. მეთანის ტბებითა და ზღვებით საიდუმლო მიწისქვეშა ოკეანით. ეს იდუმალი მთვარე სხვა სამყაროებისგან მართლაც განსხვავებულია. აღმოვაჩენთ თუ არა ერთ დღეს სიცოცხლეს ამ შორეულ ნისლიან მთვარეზე, რაც დაადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და დამიფასებთ შრომას და დალაიქებთ. და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.